დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგახსენებთ ესე იგი ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა ჩატარდა გუშინ და ყველაზე შთამბეჭდავი თამაში პირველ რიგში რომა ბოლონია 3-4 დამატებით დროში გაუტანა ბოლონიამ. ასტონ ვილა გაფრინდა 2-0 მოუგო ლილს, ბეტისი უფრო კარგად გაფრინდა, ესე იგი 4-0 მოუგო პანათინაიკოს. პორტო ასევე ძალიან იოლად შეიძლება ითქვას 2-0 მოუგო შტუტგარტს და გავიდა შემდეგ ეტაპზე. კონფერენს ლიგა რაიო ვალეკანო სამსუნსპორი წააგო 0-1 სახში, მაგრამ მაინც გავიდა. შახტარი დონეცკი ლეხ პოზნანი 1-2 წააგო სახში დონეცკმა, მაგრამ მაინც გავიდა. აი სპარტა პრაღა ალკმარი ეს თამაში გამიკვირდა, რომ ერთი ბურთი როგორ ვერ გაუტანა სპარტამ, არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია 0-4 წააგო ესე სამარცხვინოთ სახში და ეს არაფერი გუნდი, ნუ რა ვიცი ხო, სტრასბურგი რიეკა 1-1 და მაინც სტრასბურგი გავიდა. ეს შედეგები და ახლა ვის შეხვდება მეგობრებო? ესე იგი ევროპა ლიგაზე ბრაგა დაუპირისპირდება ბეტის, ბოლონია ასტონ ვილას, პორტო ნოტინგემ ფორესტს და ფრაიბურგი სელტას. და კონფერენს ლიგა რაიო ვალეკანო აეკი ათენი, კრისტალ პალასი ფიორენტინა, მაინცი სტრასბური და შახტარი ალკმარი. არ ვიცი, ნუ აქ ესეთი ხარახურა გუნდებია. ნუ მაგრამ აი კრისტალ პალასი რომ საძულველი გუნდია, ესე იგი ნუ გუნდმა გოლის გატანა არ იცის საერთოდ როგორ გავიდა აქამდე, საერთოდ რა ხდება, როგორ ხდება. ნუ მოკლედ მეგობრებო, ნახოთ რა იქნება აქ, ვინ გაძვრება, ვინ გამოძვრება. ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით და ესე ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს.